თავი მე-16. რაც შეეხება წმიდათასათვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესეთ, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთ შაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს წარმატებისამებრ, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვა, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში. და თუ იქ ჩემი წასვლა ცხირს, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მაკედონიაზე გავივლი, ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო. თქვენთან კი შესაძლოა გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ. ვინაიდან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ ვიმედოვნებ, რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან თუ უფალი ინებებს. ხოლო ეფესოში დავრჩები 50 დღემდე. ვინაიდან ჩემთვის ღია ღვაწლის ფართეკარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან. და თუ ტიმოთე მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან, ვინაიდან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე. ამიტომ არავინ უგულებელყოს, არამედ გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად. რაც შეეხება ძმა აპოლოს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ არის სურვა ახლა წამოსვლა, მაგრამ მოვა, როცა შეძლებს. იფხიზლეთ იდექით რწმენაში, იყავით ვაშკაცურნი, იყავით ძლიერნი. ყოველივე თქვენ იყოს სიყვარულში, ხოლო შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმინდათა მსახურებას. თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა. და აი მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკეს მოსვლა, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები. მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები, დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საშინაო ეკლესია. მოგიკითხავთ ყველა ძმა, მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით. მოგიკითხავთ ჩემი პავლეს ხელით. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყოს შეჩვენებული, მარანათა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ.